ალაზანზე ვართ. შამაია მოდის ეძახიან და მე მინდა სპინინგით ვცადო. ტრიალაზე წეგან მქონდა ერთი კაი დარტყმა ხა. ობლერს ვცდი, მე ყანყალებს. გიომ დაიჭირა კარგი ზომა ბომბარდაზე. ბომბარდა და თეთრი ჭია. მე ჯერ ხელოვნურები მინდა ვცადო და მე გადავალ ბუნებრივ სატყუარაზე. მე დავიწყოთ ალბათ აქედან. მე გიომსკერულით ამოიყვანა შვენიერი ზომა. ჭანარია? ჭანარი დაიჭირა პენოპლასტს. პენოპლასტი აქვს სატყუარად. პენოპლასტის ბურთულა. და გობლერი რაღაც აქ არ უნდათ. აბა ტრიალად სამოთ. საიდუმლო პენოპლასტი. ტექნოლოგიები წინ მით. აი, ახლა პირია, ხამა ტრიალ რატო არ უნდა აიღოს? აიღებს, როგორ არ აიღებს? ნახოთ. ჩაუგდე რა, ჩაუტარე რა. აი, იქით გავყვები თუ არა და მე. ჩემი და შენი რომ გაყვა. აი ნახე. პირითი გაზდის. პირითი არ არის, ის არის. წყალი დავა რა? ეჭკაკული. აცხა მოვაწყვე კარგად, თორე. აგე? ხო, დასვი. არა პატარა. ტრიალაზე. კარგია. კარგია, გასული. რაღა პატარაა, შოხი. შენ რო ყოფილი. პირველივე გატარებას. აიც არ ჩააგდო გარე. სოულებრივ ვიჭერდი იმაზე, დალის ტბაზე ვიჭერდი. რა ნომერია ეს? 2-0 ნომერი. ტრიალა. ოქროს ფერში. აბა კიდევ ნახოთ აპსტრიმით. აგე. ეგრევე აიღო. ხიარი რაღაც არ შემასწროს. რა კარგი დარტყმა ქონდა ბიჭო. შვენიერი ზომა. ეგრევე პირით, ნაღდათ, ჯიგრულად. თანისა მაქვს. ბარბლესები მაქვს და. თევს არ ვაზიანებთ. просто ვამარილებთ. просто ვარილის პონტია რა. ეს კაი საპირე თევზია და. აბა დაიჭირე გაუშვიო. ჩვენ რო ვიძახით. ბავშვს ვაკუე. აბა არ მაჩვენებ კაცს ხალხს. რა კარგად დაარტყა იმენა. ერთი ამოტრიალება მომატრიალე და ეგრევე. მიაკვდებიან ამ ქორჩილას და იმას. იყო დარტყმა. როგორი აქტიურია ტიპიტო. რამდენი სხვა თევზის დაჭერა შეიძლება? დაპირავდებოსდია. რა კაი ტიპი იყო, დაპირავდებოსდია. 1 ნომერი ტრიალაა თან, ამას 2-0. პატარები თუ მაქვს ერთი ვნახო. არის, ოპა. ნასნოს. რა კარგი მებრძოლია, ბიჭო.
შეგენაცვალ. აჰა. ეს 30 სანტიმეტრიანები იქნება. ესაა კასპიის შამაია? ვიტინებს? ხო. კასპიისა უფრო ინგეჩაური. ესე იგი ეს არის 27-28 არა. 27. გაიქცა. რა კარგად დაარტყა. იყო დარტყმა. ახლოს იყო დარტყმა. რა კაი იყო წევ. Okay. აი, ობლერიც აიღო. აჰა. ესეთი პატარა ლამაზი ობლერი. კალმახზე ერთობი ხომ ამით. შვენივრად აიღო. არჩე უფრო ძირზე დგას როგორც ჩანს რა. Ai, bravo. Io ტივტივაზე უბერავს. ეს სპინინგით ვარ ჯერჯერობით. რა კარგად დაარტყა. ტრიალაზე მქონდა დარტყმა. ესეთ პატარა ტრიალაზე. კაკიტკა არის 1 გრამიანი. ესვე ფიშინგისგან. კიდევ ცოდოთ. არის. აიღო ესე, წეგან სადაც იყო დარტყმა, დაახლოებით იქ აიღო. კალიბალკა. რაღაც კაი ჩანს. დინებაში, მაინც. ასე ამოვიდა. დინებაში კარგად უბერავს. შვენიერია. ბატონო. იკა. კალიბალკენ. ელიტას უყურე და დაამოღამე. ახი. კალიბალკენ ბიტზი. რა დარტყმები აქ? მოდი ბიჭი, მოდი. ჩოგანბადე უნდა წამომეღო მე მგონი მე. აჰა ძმაო. ყველაფერი წესივრად, კულტურულად 1 გრამიანი. ელიტა. არა ჟერეხი მე მგონი უფრო სქელი შეშვიკით არის. ჩვენებო მე მიდი
თოხი რომ დაიკავდა ორი ხელით მოჩვენა. თვითონ ფარფლები, აი ეს. ხო. ძალიან წააგავს პირის მოყვანილობას. შერეხს. ასე ზოგადად ეს იმაში ზეგის ლავში. ამაში აი ეს. ამის ფარფლიც ისეთი. მოჩვენოთ სპეციალისტებს. Oh, switchka. Da switchka, bicho. Agari zleri tez dazartı. Oh, kargati kaçıyor bicho, kargat. Oh, kargizuma. მაიცა. ჩუგან ბადეგინა როგორც ჩანს აქ. კალი ბალკაზე ხარგიო? ნუ ერთი ტრიალა ვნახოთ. დაარტყა. ეგრევე დაარტყა. ტრაინიკები რო არ მაქვს. ო არა ბიჭო აქ ფლაით მაგრა იკაიფე ბატონო. თუ არ აინტერესებთ არ ვიცი. არა, მოსდია? ვა. კოპაკი ძაღლები დასდებენ. აგი? აх, შენი. ბიჭო აქ კარგად გასდო. კიდე. ვერი ჭერს ის? აგი, შენი დავატირე, ბიჭო არ ჯდება. აგი, იდე შენი. აუ, რა კლეობებია, ბიჭო. ეთყობა ფოთოლზე ეკობენს თუ რა შვება, ვერ გავიგე. ვა. აბა დაუპატარავებ ერთი. რამდენი ფუჭი დაარტყმაო. ზემოთ ამოდის თამაშობს. აგი. შევა ვერ წახვა, ვერა, შანსი აღარ გაქვს. წავიდა ბიჭო შენი მეტავატე. ბარბლესი რო არის. ეთქი რა შანსი ვერ გაქვს. არა და კაი ფორმის ნემსკავია ეს. იშვიათად მეკცევა. რა მაგრა დაარტყა. ვერტუშკა და ერთი ნომერი. ვერცხლისფერი და რაღაც ბურთულები გავაფერადე რა. არა მე მგონი მაგას არ აქვს მნიშვნელობა. არ შეიძლება აქვს მნიშვნელობა რა ვიცი. ორი ნოლიო და სამი ნოლიო ერთუშკაო. ერთსაც იღებს უშვენივრად აი. Bravo. და რა? შვენიერია რა პატარა. ვარდნაზე აიღო. დაარტყა უბრალოდ. შენი რა სურტყავს ბიჭო?
იმენა სოფიადი ზაღლები ვით არიან. აგე. შედით დამოწყო, კიდე გაიცა. ბიჭო ძალიან დიდი თასი არ იბრძოდნენ თო. ეხლა ძალიან იბრძვიან და არჩე უფრო სიღრმეში უფრო იღებს. ეხლა მძიმე დავაყენე და ora არა ტრიალა მე მგონი აშკარად პირველი არის ამისთვის. არის დუბლი ო ნახე ზაბაგრილსა კეფით დავიჭირე. конечно რას უშვებ შეჩემა ვარ უშვებო შამაია საშვებ აღარ გამიგია. ახლა ის მანიაკი კი არ ვარ შეჩემა ფანატიკი. მაიტა აქტივტივაზე რას იზავს იცი? ტივტივას აი დაჭერები ექნება. ეს უფრო აზარტულია რა თქმა უნდა. ჩვენთვის ეს არის აზარტული. რას ლაპარაკობ? მაგარი მებრძოლია. წითელ წიგნში არა აქვს ემაის. ხო, რუსეთში კი წითელ წიგნშია. მან რა უნდა გაუტარო? აქეთ რაღაც აღარ ურტყავენ. გავიდნენ მითო? იქ გაჩერდა. მაგრამ ცოტა პატარებია. ისა, სულ ნაცვეთი არის იმისგან, აგე? ეკრანისგან. აწვალები. აგის ჩამომტანი. ქერში ჩაუგდე და დაბლაინა. ეს ათამაშობენ. აგე დაარტყა. აგე სათამაშობენ ხო? დაინახე? ზურგები უფრო. ცოტა ქვემოთ არ არის თო? არა უნდა იყოს. საუთარი. იმება დავაყოლე. იამაში დავაგდე. არის? შენი დედამო. არა. შენს წამოვიდა. ბოზანკადა უყურე. ანისა ჩქარა წამოვიდა, დატრალება ვერ მოვა. კარგის არის. თავზე ხო? ამალია ეგ ესე იგი. არის.
მაგა დილით არ ურტყავდა ესე ძალიან, ეხლა ძალიან აგრესიულები არიან. რა კარგად დაარტყა. ბიჭო, რა დარტყმა აქ. ქაშაბზე არანაკლებია. ქაშაბზე. დაჟე ქაშაბზე ზომა-ზომაში რო თქვა, ქაშაბზე მაგარია. ეს 100 გრამია, მეტი ხო არა, 150 გრამი. მაგრა ურტყავს, მაგრა. არის. პატარა. არა. არის. სვეჩკაზე არ უნდა გაუშვა, თორე გავიქცევა. შენიერი სომა. ძალიან აზარტული თევზაობა გამოდის. ესეთი არც ისე დიდი მართალია, მაგრამ 25-30 სანტიმეტრიანი. ესეთი ულამაზესი თევზი, ძალიან ძლიერი თევზია, თავის ზომასთან შედარებით. სწრაფი სასწაული. აგრესიული დარტყმით. მაგარია. ოტონო კიდე ერთი. დინებას ახლა აბსტრემით ჩამოვაყოლე. და შემოვიდა თუ არა. მე მდორეში შემოვიდა თუ არა, ეგრევე აიღო. ეხლა ნახოთ კიდე აბა. აი აქ უკვე მდორე იწყება. არა იხო. აი ცადოთ კიდე აბა. ცოტა ესე ამ კუთხით. აი ზემოთ ამოდიან, ზემოთ ზედაპირიდან იკვებებიან. აქ ფლაი. ძალიან მაგრამ იკაიფებდი ფლაით. მე ვფიქრობ, რომ აი ესეთ თევზე ფლაის ძალიან დიდი უპირატესობა აქვს სპინინგთან. სულ მიდის დავა. აი, და ფლაი მაგარია, სპინინგს ჯობია თუ არ ჯობია, თუ რომელი ჯობია. აი მე ვფიქრობ, აი ესეთი თეთრი მტაცებელი მტაცებელზე, აი ესეთი რომელიც უმეტესწილად ზედაპირიდან იკვებება. აი ფლაის რომელი ბადალი არ ეყოლება. მაგრამ მე სპინინგი მიყვარს და სპინინგი თევზა. დავიჭერ კიდევაც. აი კიდე. აი თეთრიან კადრში მე-4 თევზია მე მგონი ეს. მესამე. ბატონო. ვერცხლისფერი, ელეგანტური, სტანდარტული შამაია. უკვე ნაქვირი თალია. შეიძლება მომავალი დატოვებული იყოს ამას. პრობლემა არ არის არანაირი მისი უნებიდან აღება. არც იბრძალებათ პრინციპში, მაგრამ აბა კიდევ ცადოთ. აი, გადავადე ტოც. ესე იგი, ტრიალებს ხმარობ დღეს და ძალიან დავჭრე ვობლერზე წყანყალაზეც, მაგრამ აი ტრიალებმა ძალიან კაი შედეგი აჩვენეს. გამიყენია
ცალმაგები მიყენია ბარბლესები. საკალმახეთ ახლა ტურნირი მექნება მალე და გუშინ იმაზე ვიყავი, ვარჯიში მქონდა ვარჯიში წავივარჯიშეთ. დღეს უთენია გამოვგაზეთ აქეთ და არც გამომიცვლია და მინდა გითხრა რომ კარგიც არის და რომ ცალმაგები უყენია, იმიტომ რომ ნუ კი გაქცევა არის, რა თქმა უნდა. ფუჭი დარტყმები მეტია, მაგრამ ასევე სატყვარის დაკარგვაც ძალიან ცოტაა. დღეს პრინციპში არ დამიკარგია არაფერი. იმიტომ რომ აი ტოტებია, წყალში ჩაძირული ხეები, წყალქვეშა დაბკოლებები და აი სამკავი დიდი ალბათობით უფრო ხშირად გამოედებოდა. ასე რომ თევზი საკმარისად დავიჭირეთ. სატყვარა არ დაგვიკარგია და ძალიან კაია. ცოტა ნელა გავუტაროთ, აბა იქნებ სიღრმიდან გამოვიტყოთ დაარტყა. არც ისე დიდი პირი აქვს და ეტყობა ხან გვერდზე ურტყავს, ხან ფოთოლს ურტყავს და თქმა უნდა ქაშაპებით ღორმუცელა არ არის, რომ თლიანად სატყვარა ჩაიდოს პირში, მაგიტომაც ფუჭი დარტყმები არის. აგე? მაინც აიღო. თითქმის ნაშლი პოკა აიღო რა ვარდნაზე. თითქმის ვარდნაზე აიღო. ვობლერ. თან მუცლის კაუზი აიღო, არა უკანაზე. აი პატარა ვობლერი რა, საკალმახე ვობლერია, საკალმახზე ხმარობ ხოლმე რა. იცი პატარა. დილითაც დავიჭირი ამას. აგე. გამქცევია. რა გაგაზაში. დინებაში. საჩემას რა მანახეჩი. Блядь. ნახე რა შვება. გავწვიდე. არა ძალიან თხელი ძუა მაქვს. გადავედი, რა ქვია, კაროლინა ქვია, მას თუ რა ჯანდაბა ქვია. აგერ, ცოცავი ტვირთი 3 გრამი. და სილიკონის თეთრი ჭია. იკა გაცეცხლებულია. იკა თავის თავს არ გავს. ნოკდაუნი იკა. არა, კაი ზომებია, ხე? თეთრ ჭიაზე. თეთრი ჭიენ. აბნაბავის ელიტას გამდაისწავლო, ვიცი, აბა, შენ რო დადიხარ. ჯიგზე გაქურაში. კაროლინა. სპინინგს არ ვალატობ დღეს. რა კარგი წაიღო. აი ეს იყო წაღე. მაინც აღები. მიმაზე რა, რეზინის აპარიჟზე. მარა ისა რა ქვია, ანიმაცია უნდა. 4 გრამი. 4 გრამი მარმიშკა, 4 თუ 5 გრამია და რეზინის ჭია. მაინც აღებინი ამ გაიწეროს. ვიღაცის კრუჩოგზეა ნამყოფი, აი, დაბლა დირკა აქვს. ეს იქნებოდა ირაკლი. ირაკლი ამიფს მიმტანი არ დაუტოვა. არა.
კადრებია. ო. დუპლე გიო ჯან? მეხუთე დუპლე? Совсем беспределом стал. Ну да. О, შუა წყალში იღებს. აი ტოჩკანა. დავარტყა. რომელი? რომელი ტოჩკა? აიგა რა, აგეის, აი დორე და ოდნოგინება როა. ატყუებ შენ ხო რაღაცას? აბა ერთი ნაღდი მატლი გავუკეთო. მეტა თუ იქნება სხვა შედეგი. ორივე გაუგე. არა მგონი ეხა ეს ყნოსავდეს ან გემოს უსინჯავდეს, ეგრევე იღებ შეჩემო. პროსტა მთავარია იმ სწორ გორიზონტზე გაატარო რა. აჰა, მოვდია კიდე. ესე. არჩი ანიმაციამ შეაცდინა. აი. რეზინის სილიკონის თეთრი მატლი 4 და პელაგიური ჯიგი. ეს არის მარმიშინგი, კლასიკური მარმიშინგი. აზეც ქონდა ამასინათ ლექციაზე საუბარი. იყო დარტყმა. და არ დაჭდა. აი განგება არ უკეთებ ხა. ნამდვილი მატლს ამის ხოვებას თუ მისცემს მე რო ცდი და შევადარებ. გაიქცა. პატარა თიკიდები. აი დავსვი. დავინახე როგორ აიღო. ეს არის მარმიშინგი. არის torpedo. Marmishing. Anzmeo. ყველაფერი ხელოვნურია. არანაირი ბუნებრივი. აი. ასეთი ობობის თუ რაღაც მწერის ლავრის იმიტაცია სილიკონის, ამას დაიჭირა. ძალიან მაგარი თევზაობა გამოგვივიდა დღეს. ბიჭები, წამოვედით ალაზანზე. ედასტურვა სპინინგისტები ვართ, ჩემი მეგობრები. ბუნებრივი სატყუარაზე თევზაობდნენ. სკერული ტივტივა და იყო ჭერა, კაი ჭერა იყო, მაგრამ მგონი ჩვენ სპინინგო მაინც აჯობა. ძალიან კაი დღე იყო, პირველად ვარ ესე მიზანი მიმართულად. შამაიას ჭერაზე სპინინგით და რავი, მოლოდინს გადააჭარბა რა. არ ვიცი მე თუ თევზაობს ამ მეთოდით ამ თევზზე. ძალიან ძლიერი თევზი ყოფილა თავის ზომა-წონასთან შედარებით და აგრესიული დარტყმა ძალიან. მაგარი ესეთ ქაშაპზე მაგარი დარტყმები აქვს რა. კარგი იყო, ტრიალა მიმუშავა დღეს. პრინციპში ვობლერზეც დავიჭირე და ყანყალებზეც, მაგრამ აი ტრიალა რაღაც სატომღაც მგონი რომ ძალიან ეფექტური არის ამ თევზზე. 0 ნომერი, 2 ნომერი, 0 1 ნომრის ამ ზომებში ვატარე და
ვერცხლისფერი ესეთი მოოქროვილები კარგად მუშაობდა, ფერადები პრინციპში არ ქონდა, შავი კოპლებით ქონდა ტრიალა და არც ისე კარგი შედეგი აჩვენა. ერთი სიტყვით ძალიან კაი დღე იყო. ლამაზი მდინარეა, ლამაზი ჭალებია, ალაზნის აგერ კავკასიონის ქედი ჩანს. კავკასიონის ძირში ვართ ფაქტიურად. და ასე დავამთავრებთ ამ ლამაზ დღეს. მომავალ წელს პრინციპში ეს უკვე ცოტა უკვე თეორი კვირითად რომ წამოსულიყავით, ვერათ უკეთესი შედეგი გვექნებოდა. მომავალში უფრო ადრე გამოვა საკითხარეს და ფაქტიურად ეს დაზვერვითი ხასიათი იყო, პირველი თეზაობა იყო შამაინაზე, რაღაცეები ჩავინიშნე, მომავალში გავითვალისწინეთ და უკეთესი შედეგი მექნება დარწმუნებული. ავიდეთ აბა სახლისკენ.